3338 გამოკითხულიდან 26% მიიჩნევს, რომ ქვეყანას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს. 60% კი მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერს. ამ და სხვა რამდენიმე კითხვაზე საზოგადოებრივი აზრი NDI-მ გამოიკითხა. ევროპულ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს საქართველოში უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ლუის ნავარომ საქართველო დატოვა და ახალი კვლევის შედეგები დღეს მედიას უკვე მისმა შემცვლელმა კრისტინა ვილფორდმა გააცნო. საზოგადოებრივი აზრი მკვლევარმა ორგანიზაციამ 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გამოიკითხა, რომლის შედეგებზეც უფრო კონკრეტულად ნატა ქაჯაია ისაუბრებს. ნატა, კიდევ რა საკითხზე გამახვილდა ყურადღება კვლევაში? სოფო NDI-ის გამოკითხულთა 63% ეროვნული მნიშვნელობის საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 32% სიღარიბეს და 30% ტერიტორიულ მთლიანობას. მოსახლეობის 79%-ს მიაჩნია, რომ დასაქმების კუთხით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, მოქალაქეთა 80% ფიქრობს, რომ კომუნალური მომსახურების ღირებულება არ შეცვლილა, ასევე არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა გზებისა და გაზმომარაგების კუთხით. NDI-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავრობას ამ მიმართულებით უფრო მეტი აქვს სამუშაო. რაც შეეხება ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ დაბრკოლებებს, მოქალაქეებმა აქაც 3 ძირითადი საკითხი გამოყვეს. ეს არის მაღალი გადასახადები, მაღალი ფასები საწოლზე და შეჩერებული სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 3 მთავარი რეფორმა კი მოქალაქეებმა და გამოკითხულმა მოსახლეობამ დაასახელა: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და შრომის კოდექსში ცვლილებები. რაც შეეხება კრიმინალის დონეს, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ის 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, გამოკითხულთა 26%-ს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, ხოლო მოქალაქეთა 13% ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ იყოს ხელისუფლების სათავეში, ის მოაგვარებდა ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. კვლევაში ბუნებრივია მოხვდა საგარეო ურთიერთობებიც, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ქვეყნის ნატოსსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, გამოკითხული მოსახლეობის 73% უკმაყოფილოა იმ კურსით და იმ პოლიტიკით, რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. თუმცა შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც რუსეთს როგორც საფრთხეს ისე აღიქვამდა. თუ წინა კვლევაში აპრილში მოქალაქეთა 50% აღიქვამდა რუსეთს საფრთხეს, ეს მაჩვენებელი ახლა 43%-ია. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ რჩება სიღარიბე და სამუშაო ადგილები. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეკონომიკაში უძრაობაა და საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს გაცილებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ. წინა გამოკითხვებთან შედარებით მოსახლეობის განწყობა ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სკეპტიკურია, თუმცა აღნიშნავენ გარკვეულ წინსვლასაც. ამასთან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობას, დადებითად აბაზებს ასოცირების შეთანხმებას. ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობას შორის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ერთ-ერთი იყო რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ჩავლიაშვილი, რომელიც არ ეთანხმება გამოკითხული მოქალაქეების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, არ უკვირს მოქალაქეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მთავარი რეფორმა, რომელიც არის გასატარებელი, არის სწორედ ჯანდაცვის რეფორმა. NDI-ს რაიმე სიახლე ამეთი არ აღმოუჩენია ნებისმიერი ქვეყნისთვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჯანდაცვა არის ყოველთვის რეფორმების პირველი პრიორიტეტი. არის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტებს რაც შეეხება ყველა პროექტი მიმდინარე არის, ახალი უამრავი პროექტია დაწყებული, რომელიც დაგეგმილი არის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კაი მდგომარეობა. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და ქვეყნის მასშტაბით სულ 3328 მოქალაქე გამოკითხა. ეს იყო ნატა ქაჯაია NDI